დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა ძალიან საინტერესო ამბავია და სამ ძირითად პროექტზე ვისაუბროთ დღეს. პირველი ეს არის ტელეგრაფი, რომლის გამოგონებამ საერთოდ შეცვალა მსოფლიო მოცემულობა და კაცობრიობა განვითარების სხვა საფეხურზე აიყვანა და ჩვენი ქვეყანა საქართველო თბილისი იყო აი ამ განვითარების ეპიცენტრში, რამაც შემდგომში უდიდესი გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე და ქალაქზე პირველ რიგში. ამბავი იწყება Siemens-ებით, ძმების Siemens-ებით, რომლებმაც პატარა კომპანია დააარსეს, ანუ როცა Siemens-ების კომპანიაზე ვსაუბრობთ, Siemens-ი და Halske იყო ესეთი კომპანია. სინამდვილეში მხედველობაში გვაქვს 3 ადამიანისგან შემდგარი კომპანია, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი თამამი პროექტი, აი ხედავთ სურათზე ჩვენ ძმებს Siemens-ებს, ბევრნი იყვნენ, ეს რამდენიმეა მათ შორის. აქ კიდე ნაჩვენებია მათი სახლი თბილისში, სოლოლაკში, სოლოლაკო ბიჭებსაც კი ეძახდა ზოგიერთი ადამიანი მათ და Siemens-ებს ჰქონდათ ესეთი იდეა, რომ ტელეგრაფის საშუალებით მოეხდინათ ელექტრონული სიგნალების გადაცემა. მაგრამ დღეს მართლა შეიძლება ბევრმა უკვე ნაკლებად იცოდეს, საერთოდ რა არის ხო ტელეგრაფი ესეც? და თანამედროვე ეპოქაში შესაძლებელია, რომ ტელეგრაფი ეს არის აი მავთულების საშუალებით, აი ბოძების საშუალებით ელექტრონული სიგნალის გადაცემა, ეს არის კავშირგაბმულობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. და ძმებმა Siemens-ებმა ამ კომპანიამ პირველი პროექტი, ანუ რაც განახორციელა 1848 წელს, იყო ის, რომ გერმანიის ქალაქი ბერლინი და დააკავშირა ფრანკფურტთან აი ამ ბოძების საშუალებით. ეს იყო 500 კილომეტრიანი ინტერვალი. შემდეგში 1850-იანი წლებიდან გაჩნდა ძალიან ამბიციური გეგმა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ რუკა, რომელიც არის თვითონ Siemens-ების მიერ შექმნილი და ეს გეგმა გულისხმობდა ანუ ტრანსკონტინენტური ასე ვთქვათ მაგისტრალური სატელეგრაფო მაგისტრალის შექმნას. ანუ დაიწყებოდა ლონდონიდან, აი ხედავთ ლონდონს და დამთავრდებოდა კალკუტამდე. ანუ ერთმანეთს შეუერთდებოდა ინგლისის დედაქალაქი და მისი კოლონია, ინდოეთის ქალაქი კალკუტა. აი ხედავთ, რომ პროექტს უნდა გაევლო ევროპის ძველი ძირითადი ქალაქები, ასევე კავკასია, ირანი, ახლო აღმოსავლეთის ქალაქები და საბოლოოდ მისულიყო უკვე ინდოეთამდე. მთლიანი მანძილის სიგრძე წარმოადგენდა 11,000 კილომეტრს. ეხლა როგორ წარმოგვიდგენია 11,000 კილომეტრზე აი ესე ბოძების გამოყენება და ასეთი მასშტაბური. ეს იყო წარმოუდგენლად ინოვაციური პროექტი, რომლის განხორციელება იმ ეპოქაში გახდა შესაძლებელი. ეხლა რუკას რო დაუკვირდეთ, ნახეთ, ჩვენი კავკასია, ჩვენი ტერიტორია არის პირდაპირ ცენტრში აი ამ უზარმაზარი მაგისტრალის და საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა გაიარა სოხუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თბილისი. წარმოიდგინეთ. და ამან რასაკვირველია საერთოდ შეცვალა მაშინდელი მოცემულობა. საიდან მოჰქონდათ თქვათ ეს კაბელები ხო თვითონ იმ ეპოქაში? ძალიან საინტერესო კითხვა, მაგალითად აი კაბელი, რომელიც ლონდონიდან სოხუმამდე გაკეთდა, ეს იყო სპეციალურად ლონდონიდან ჩამოტანილი, იმიტომ რომ კაბელმა გაიარა შავი ზღვის ფსკერზე, ეს იყო სპეციალური კაბელი, რომელიც იმ პერიოდში იყო საჭირო. ასევე მაგალითად სატელეგრაფო ხაზი, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის იქნა გაკეთებული, ისიც იყო ლონდონში დამზადებული. აი თქვენ ხედავთ ახლა სურათზე, რომ წყალში მუშაობს ხალხი, ანუ წყალში ხდებოდა აი ამ ძირითად მასშტაბური სამუშაოების შესრულება. და იგივე ჩვენთან მოსკოვი თბილისის სატელეგრაფო ხაზზე ვსაუბრობდი. ამ ხაზეც ანუ ეს სპეციალური კაბელები ჯერ იყო ზევით, აი ბოძების მეშვეობით, მაგრამ ვინაიდან კობი-გუდაურის რეგიონში არის ხშირი ზვავი, ამიტომ მისი ჩატანა მოხდა მიწისქვემოთ, ანუ მიწისქვეშა კომუნიკაციები გაკეთდა. თქვენ ხედავთ, რომ ბოძები, ანუ ქონდა სპეციალური წარწერები ამ ბოძებს და ნამდვილად ძეგლია, ანუ კულტურული. თუ არის შემორჩენილი, ვთქვათ ეს რაც შეეხება ამ ბოძებს, ანუ ვთქვათ რა მნიშვნელობა აქვს? უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, ეს არის ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, ეს არის სოხუმში შემორჩენილი პარკში ერთ-ერთი პირდაპირ Siemens-ების კომპანიის და ისტორიკოსისგან მაქვს კიდე მანნა ნიკაბაძისგან მოსმენილი, რომ ცხეთაშიც გვაქვს ესეთი Siemens-ების დროინდელი ბოძები, რაც არის აი აუცილებლად ეს ბოძები საჭიროებს თქვათ მუზეუმში გადატანას და ცხეთაშიც დგას სადმე, ანუ დიახ, ყოფილა ესეთი ბოძი. აი ესეთი იყო მეტალის ხო მთლიანად? თუჯისგან იყო გაკეთებული.
შემდეგ ამ ძმების ისტორია თბილისთან რატომ არის მჭიდრო დაკავშირებული? აი, როდესაც სოლოლაკში ჩვენ ვუყურებთ მემორიალურ დაფასაც წერია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ვალტერ სიმენსი, სულ გონია, რომ ეს ის გიგანტი სიმენსები არ არიან და რაღაც სხვა სიმენსებზეა საუბარი. ჩვენ გვაქვს ფოტო ვერნერ სიმენსის და გრიგოლ ორბელიანის პირველად ჩამოვიდა უფროსი ძმა, ვინც არის ამ ინოვაციური იდეის და საერთოდ შემქმნელი ამ ყველაფრის ვერნერ სიმენსი, მაშინ თბილისში მეფის ნაცვლის მოვალეობას ასრულებდა გრიგოლ ორბელიანი და აი მასთან დაიდო ხელშეკრულება ამ სატელეგრაფო ხაზის გაყვანის შესახებ. შემდეგ მან გამოაგზავნა თავისი ძმა ვალტერ სიმენსი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა თბილისში 8 წელი. თბილისში არიან ორივე, ხო? ვალტერ სიმენსი და მისი ძმა ოტო სიმენსი თბილისში სამწუხაროდ საფლავი დაკარგული გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ცხოვრობდნენ თბილისში. აი ეს ძალიან მაგარი ამბავი იყო. ხოლო თბილისიდან ანუ პირველი სატელეგრაფო ხაზის გაყვანა მოხდა კოჯორში და არსებობდა ესეთი სახალისო ლეგენდა, მე მაინც ლეგენდას დავარქმევ, რომ თითქოს აი ვერნერ სიმენს შეყვარებული ყავდა კოჯორშიო და ამიტომ პირველი სატელეგრაფო ხაზი ხო სწორედ კოჯორში გაიყვანაო. თუმცა იმ პერიოდში თუ გავითვალისწინებთ იმას, ამით მეორე პროექტზე გადავდივართ უკვე თბილისში ძალიან ცხელოდა, გაუსაძლისი სიცხე იყო და მთავრობა თავს აფარებდა კოჯორს. ანუ აუცილებელი იყო, რომ პირველი ხაზი მართლაც გაყვანილი ყოფილიყო კოჯორში. შეყვარებულის ნაწილი ნამდვილად ლეგენდაა და ეს ჩვენ გვიყვარს თბილისურ ისტორიებში ძალიან ჭარბობს აი ეს სასიყვარულო თემატიკა. რო გადავიდეთ, აი იგივე შევეხეთ ამ თბილისში არსებულ სიცხეს და ტემპერატურას, ანუ გაუსაძლისი სიცხე იყო ქალაქში. ამიტომ, როცა თბილისის განვითარების გეგმა შეიქმნა 30-იან წლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტად, კი არა, მთავარ პრიორიტეტად იქნა დასახელებული ქალაქში კლიმატის გარდაქმნის ღონისძიება. და ამისათვის აი შემუშავებული იქნა თბილისის ზღვის პროექტი. ეხლა ეს ზღვის როგორ გაჩნდა ქალაქში ზღვა? როგორ გაჩნდა ქალაქში ზღვა? ნუ იდეა ადრეც არსებობდა, მაგალითად ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა იდეა, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა თბილისის ზღვა არის, იქ იყო სამი პატარა მლაშე ტბა და უნდა ჰქონდა იდეა, რომ ეს ტბები გაერთიანებულიყო და რაღაცა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სივრცე შექმნილიყო. ამ რაღაცა მშრალდა ესე ხრიოკ ადგილზე. გარემოზე თქვათ იმოქმედებდა ეს. იმოქმედებდა და მიზანიც ეს იყო. სწორია და აღმოჩნდა მართალი, იმიტომ რომ თბილისის ზღვის პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქში ტემპერატურამ დაიწია 4 გრადუსით და ძალიან ბევრი პროექტის მაგალითად სარეკრეაციო ზონებს, ანუ უამრავ საერთოდ შეიცვალა ქალაქის ცხოვრება. ეხლა რაც შეეხება თვითონ კი ეს არის სანამ წყალი გაჩნდებოდა, კი ბატონო, 33 წელს სხვათა შორის არაერთი პროექტი იქნა განხილული, მაგრამ პეტრე მამრაძის პროექტი იქნა მოწონებული, ეს არის 1933 წელი, თუმცა თვითონ ვერ მოესწრო ამ პროექტის განხორციელებას, იმიტომ რომ 37 წელს ის გარდაიცვალა გულის შეტევით, მანამდე დაპატიმრებულიც კი იყო. საბოლოო ჯამში შემდეგ ფულის უქონლობის გამო პროექტი ვერ განხორციელდა 1951 წელს პროექტი ისევ ჩაეშვა ასე ვთქვათ რეჟიმში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო ისევ გადაიდო გაურკვეველი ვადით. 1945 წლიდან უკვე განახლდა მშენებლობა და თქვენ ახლა ხედავთ, აი ძალიან საინტერესო კადრია ეს წინა კადრი, სადაც ჩანს 1951 წელი, როდესაც მთელი თბილისი გამოწყობილი პირველი აი საზეიმო ტანსაცმელში იყო შეკრებილი თბილისის ზღვასთან, სადაც ელოდებოდნენ აი წყლის გაშვებას. აი თითქოს წარღვნის წინა პერიოდის აღწერა იყო, აი ხედავთ ხო როგორი ბოლო წამებია ვიდრე წყალი ამბავია, რაღაცა წყლის შემოსვლის სიტუაცია იყო 53 წელი ითვლება საერთოდ ექსპლუატაციაში მიღების წლა, თუმცა 51 წლის ნოემბერში უკვე იქნა ეტაპობრივად წყალი გაშვებული. და სხვათა შორის თბილისის განვითარების ერთ-ერთი გეგმა მოიცავდა იმას, რომ ქალაქის ცენტრი უკვე სოციალისტური თბილისიდან, ანუ რომელიც იყო გმირთა მოედანზე, უნდა გადასულიყო უკვე თბილისის ზღვაზე და მის გარშემო უნდა განვითარებულიყო თბილისი, მაგრამ ეს გეგმა დარჩა ქაღალდზე, ანუ ჯერჯერობით ეს გეგმა არ განხორციელებულა. ანუ თბილისის ზღვის, ანუ წყლის დაგროვება და ანუ ასე ვთქვათ, აი ამ პროექტის მიზანი რა იყო, რომ დაუშვათ ტემპერატურა კლიმატი შეცვლილი იყო ალბათ. შეცვლილი იყო კლიმატი ქალაქში. ის ტერიტორია ვთქვათ განსაკუთრებით ქალაქი იყო პრაქტიკულად საცხოვრებლად უარყისი, ანუ ძალიან მძიმე ვითარება იყო. არ არსებობდა სარეკრეაციო ზონები, ბაღები და
იყო უმძიმესი სიტუაცია. ნებისმიერი ყველა პროექტის განხორციელება კარგავდა ფასს, თუ თქვათ ეს პროექტი არ განხორციელდებოდა. კარგით, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ უნდა ისაუბროთ, რაც შეეხება მეტროს. მეტროსთან და უფრო სენსიტიური დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩემი ბაბუა, რაჭველი ბაბუა, დედაჩემის მამა, მუშაობდა იმ პირველივე წლებიდან ალბათ, როცა მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და სულ ამას ამბობდა თუ რა შრომა და ჯაფა გაწიეს იმისთვის, რომ თბილისის მეტრო ეს იყო უდიდესი პროექტი და იმ პერიოდში, როცა დაიწყო მეტროს მშენებლობა, იყო წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ მიიჩნეოდა, რომ თუ ქალაქში ცხოვრობდა მილიონი მოსახლე, ამ შემთხვევაში იყო შესაძლებელი გაკეთებულიყო მეტრო. მაგრამ ალბათ ნახევარი. 1951 წლისთვის, როცა უკვე დამტკიცდა ეს პროექტი, თბილისში ცხოვრობდა დაახლოებით 700,000 ადამიანი. მეტი არა. და მაინც კი დაიწყეს ამ პროექტის მშენებლობა, მაგრამ რა იყო სენსაცია ფოტოებში. ძალიან სენსაციური ამბავი იყო ის, რომ 1953 წელს მაშინ მთლიან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთდროულად 3 მეტრო შენდებოდა. ეს იყო კიევი, თბილისი და ბაქო. აშენებული იყო მოსკოვის და პეტერბურგის, ლენინგრადის მაშინდელი მეტროები და ვინაიდან 3 მეტრო შენებლობა მიმდინარეობდა 1953 წელს, ანუ მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ საკავშირო მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ კიევის და ბაქოს მეტროს კონსერვაცია მომხდარიყო, ხოლო თბილისის მეტროს ლიკვიდაცია. აი წარმოიდგინეთ, მთელი ეს შრომა იყრებოდა წყალში და მაშინ ჩავიდა ვასილ მჟავანაძე მოსკოვში და მან მოახერხა ის, რომ დაარწმუნა მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ ვინაიდან მოცემულობა მაგალითად CVOM-ის და ამ ბირთვული საშიშროება იდგა, ასე ვთქვათ, გაკეთებულიყო არა ვთქვათ ლიკვიდაცია, გაკეთებულიყო ბირთვული, ასე ვთქვათ, თავდაცვის სისტემა, არა სატრანსპორტო, არამედ თავდაცვის სისტემა და მან აი შეცვალა ლიკვიდაციის გეგმა, ესე ვთქვათ, კონსერვაციის გეგმა, ანუ მიმართულება შეეცვალა. ამას ახლა საბოლოო ჯამში მოყვა ის, რომ კიდევ ერთი ადამიანი არ შეიძლება არ ვახსენოთ, ეს არის საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო ჯავახიშვილი, გივი ჯავახიშვილი და მან დაიბარა მაშინ გვირაბშენის ხელმძღვანელი იყო გოცირიძე და გოცირიძეს უთხრა, რომ თქვენ დოკუმენტებით აშენებთ საიდუმლო, ანუ თავშესაფარს, ანუ გვირაბს, თავდაცვის სისტემას დოკუმენტებით, ხოლო სინამდვილეში ჩვენ ვაშენებთ სატრანსპორტო სისტემას. ანუ აი ესეთი ამბავი იყო, ეს იყო აი ძალიან დიდი გაბედულება იმ პერიოდში. მეოთხე იყო საბჭოთა სივრცეში თბილისის, როცა აშენდა ის უკვე იყო მეტრო. თუმცა ეს არ ვიცოდი, რომ თუ შეაპარეს, ასე ვთქვათ. კი, თუმცა ახლა ამ ასეთნაირად პროექტი თითქოს ვერ გაგრძელდებოდა და 4 წლის შემდეგ 1957 წელს ანუ სიტუაცია გახდა ცხადი, რომ სინამდვილეში სხვა რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, საჭირო გახდა პროექტის შეცვლა, გადაკეთება. რასაკვირველია, მოსკოვში დაიბარეს ჯავახიშვილიც და გოცირიძეც და მათაც აი მოახერხეს იმ პერიოდში, რომ დაერწმუნებინათ მაგალითად თბილისის მეტროს ორმაგი ფუნქციის შეთავსებაში. ეს იქნებოდა როგორც სატრანსპორტო სისტემა, ასევე იქნებოდა თავდაცვითი სისტემა. მე როგორც გამიგიარჩება ვწდები, განსაკუთრებით ღრმა არის თბილისის მეტრო და ვწდები თუ არა? არა, თბილისის მეტრო ღრმა არის და სწორედ ამ ფაქტით აიხსნება, აი თბილისის მეტროს მშენებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ყოველთვის არ იყო ჩაფიქრებული როგორც სატრანსპორტო სისტემა, ჩაფიქრებული იყო როგორც თავდაცვითი სისტემა და ამით აიხსნება მისი ეს უპრეცედენტო სიღრმე, მაგალითად აი ვაგზლიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით განსაკუთრებით. საბოლოო ჯამში 57 წელს ჩვენს წარმომადგენლებს უკვე მოსთხოვეს პროექტის გადაკეთება. და პროექტი იქნა გადაკეთებული, ანუ დღეს აი როდესაც ჩვენ გზავრობთ მეტროთი, შეგვიმჩნევია კიდევაც აი განსაკუთრებით ვაგზლიდან წერეთელი ვაგზლის მონაკვეთზე, ნუ პირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო მაგალითად ვაგზლიდან პირდაპირ უნდა გაგრძელებულიყო გვირაბი წერეთელზე, მაგრამ ახალი გეგმით უკვე ვაგზლიდან გადაინაცვლა გაგრძელდა ნაძალადევისკენ, ხოლო იქ შეიქმნა დამატებითი გვირაბი საჭირო და აი
აი ჩვენ როცა მგზავრობთ, აი ძალიან მკვეთრად უხვევს მატარებელი, აი მარტივი შესამჩნევი. ანუ ეს არის იმის შედეგი, რომ ანუ მოხდა პროექტის გადაკეთება. და მეორე აი მაგალითად 90-იანებში მე პირადად რამდენჯერმე გამომიყვანეს გვირაბიდან, იმიტომ რომ შუქიქრებოდა გვახსოვს ეს პერიოდი და მაშინაც აი მარჯანიშვილიდან გვაგზლის აი ეს მეტრო რომ ნახოთ, ეს არის სარკინიგზო გაბარიტებისთვის არის. ეს არ არის მეტრო სატრანსპორტო მეტროს. საკმაოდ განიერია. ძალიან განიერია, ანუ სხვა რაღაცისთვის იყო გაკეთებული, აი კიევში იყო მსგავსი რამე, რომ თუ მაგალითად გაჩნდებოდა საფრთხე, თქვა ბირთვული ზემოდან დაიბომბებოდნენ, მიწის ქვეშ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი რკინიგზის, სარკინიგზო მატარებლების გადაადგილება. ანუ დაახლოებით იგივე ჩანაფიქრი იყო და აქაც აი ამ გადაკეთების კვალი ეტყობა, ამას ძალიან თვალსაჩინოდ. ნუ მთლიანობაში პროექტი განხორციელდა და ჩვენ გვაქვს რა სირთულეებს გადააწყდნენ, თქვა იგივე სიღრმიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში. არა, სირთულე იყო, მაგრამ ჩამოყვანილი ყავდათ იგივე ის სპეციალისტები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება მოსკოვის მეტრომშენებლობის. და ზოგადად ახლა მოსკოვში მეტრო ეძახიან კომუნიზმის ტაძარს, ანუ მიწისქვეშა სასახლეს ეძახიან, ძალიან პომპეზური იყო საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იყო არა მარტო თქვა სატრანსპორტო სისტემა, არამედ იდეოლოგიის მატარებელი იყო, რომ აი სასახლე ხალხების. ძალიან პომპეზური იყო. ჩვენ მაგალითად თბილისში გვაქვს ჩანაწერი, შეგვიძლია მოვისმინოთ, აი კოტე მახარაძეს მიყავდა ეს გადაცემა, ძალიან ემოციური იყო თბილისელებისთვის. ეს მასშტაბური პროექტი. სადგურის დარბაზში ვიმყოფებით. აქედან დავიწყოთ თქვენთან ერთად მეტროპოლიტენის დათვალიერება. დღეს აქ კიდევ მშენებლები არიან. მათ ეკუთვნით დღევანდელი და ხვალინდელი დღეც ზეკი დილა ადრიან თბილისის მეტროპოლიტენი გადაეცემა მოძრაობის სამსახურს და დაიწყება ყოველდღიური მანევრირება მატარებლებისა. აი ესეთი ამბავი იყო და მთელი ეს პროექტები, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამაზე. სხვა დროს ვისაუბროთ, მაგალითად ფუნიკულიორი და ასე შემდეგ სხვადასხვა თემები, რაც აი პირდაპირ კავშირში იყო ქალაქის განვითარებასთან, ქვეყნის განვითარებასთან და პლუს საინტერესო ისტორიებიც უკავშირდება ამ ამბებს. ხო, ნუ პრინციპში რო არა თბილისის მეტრო, არ ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, როგორი ქალაქი გამოვიდოდა და ძალიან მნიშვნელოვანია. თან ასეთი ბრძოლები თუ გაუვლიათ, რომ მეტროდ დარჩენილი იყოს, ნამდვილად არ ვიცოდი. დიდი მადლობა. მოგდებით კიდევ ამ ჯადოსნურ ისტორიებს თქვენგან, რომლის მეშვეობითაც მართლაც სულ სხვა თვალით უყურებთ. კი, ნამდვილად, მადლობა ელზა ბებიას.